მოგესალმებით, მეგობრებო, თქვენთან მერსობა და არხი კაპიტალში 803. და დღეს მეგობრებო, მე დავაკვირდი ჩემს ფერმას, ჩემს ყველა ფერმებს ამ სოფელში და მეგობრებო, მივხვდიო დღეს ძალიან ბევრი სამუშაო დღე მაქვს, ძალიან დიდი სამუშაო დღე მექნება. ჟიძინიკებო, გამარჯობა, რაღაც იქ სახლი ვერ გაიყვეს. მოგეთ მეგობრებო და მაგიტომ მოით ეგრევე ახლა წავიდეთ ჩემს სამუშაოზე, ავიღოთ თოხი. ავიღოთ კარტოფილი, ავიღოთ სტაფილო, კარტოფილი და სტაფილო, ფშენისა და წავიდეთ მეგობრებო ჩვენს საყვარელ სამუშაოზე და მეგობრებო პარალელურად რაც მინდოდა მეთქვა, პარალელურად რომ რატომ არ გადავიღე გუშინ ვიდეო. მოკეთ მეგობრებო, გუშინ მე ვიყავი მქონდა დაბადების დღე. ხო მეგობრებო, მე მგონი უმრავლესობას თქვენთაგან, უმრავლესობას შესაძლებელია ყველამ აბსოლუტურად მეგობრებო თქვენგანთაგან არ იცის რომ მე მაქვს დაბადების დღე 31 აგვისტოს მეგობრებო. ხო მეგობრებო, მე მაქვს დაბადების დღე 31 აგვისტოს. მაგიტომ მეგობრებო, ასე ვთქვათ, მაპატიებდა. უბრალოდ მეგობრებო, არ მეცალა გუშინ ვიდეოს გადაღებისათვის, ამისათვის მაპატიეთ. მაგრამ მეგობრებო, რასაკურველია, თქვენ შეგიძლიათ კომენტარებში მომილოცოთ ჩემი დაბადების დღე. ჩემი დაბადების დღეაც შეგიძლიათ მომილოცოთ კომენტარებში. მე ასეთ კომენტარებს აუცილებლად მეგობრებო დავალაიქებ და შესაძლებელია მეგობრებო ასევე პასუხსაც მოგცეთ. так, ჟიტენიკო, წადი აქედან. წადი ჟიტენიკო აქედან. მიდი, არ მჭირდები. ხო, მაგრამ მეგობრებო, ასეთ კომენტარებს მე დავალაიქებ აუცილებლად და შესაძლებელია პასუხიც კი მოგწეროთ. так, ჟიტენიკო, შენ არ ხარ ფერმერი. ამ სოფელში ერთ-ერთი ფერმერი მე ვარ. მეგობრებო, აი როგორ უნდა ელაპარაკო ასეთ ჟიტენიკებს. რომელიც ყოველ დღე გიშლიან, ასაკურველია მეგობრებო, მადლობა დიდი რომ გუშინ არ ვიყავი მინიკროჩი შესული და დაბადების დღეზე არ მოვიშალე ნერვები ამ ჟიტენიკებთან. მეგობრებო, მაინც მეგობრებო, რაც არ უნდა ასე ვთქვათ, დებილები არ უნდა იყვნენ ჟიტენიკები და ასეთი ისინი. ასაკურველია სულ მიყვარს ეს ჟიტენიკები. ოპა. და სულ მასთან ერთად ცხოვრობდი. ოპა მეგობრებო, შეხედეთ. ეს რა არის? ერთს მეგობრებო, ერთს 1, 2, 3, 4, 5. მეგობრებო, თქვენ მგონი ახლა შემეკითხებით რას ვითვლიდი, მოკეთ მეგობრებო, ჩემი სახლიდან თუ არ იცოდით, ასეთი კანონია, რომ ყველა სახლიდან 3 ბლოკი ასევე ყველა სახლს ეკუთვნის, აი ეს 3 ბლოკი დისტანცია, ყველას ეკუთვნის როგორც სიგანეში, ისე სიგრძეში. მაგრამ მეგობრებო, მე ვერ ვიგებ, ხო, ეკლესიის გარდა ასაკურველია, მაგრამ მეგობრებო, მე ვერ ვიგებ რა ბუჩქებია ისა. ხო, მეგობრებო, შეხედეთ. აქ რაღაც პადვალია. აი მეგობრებო, თქვენ მეგობრებო, იცით ჩემი ვიდეოების განმავლობაში რამდენი პადვალს მიიმალავდნენ ჟიტენიკები და სულ, აბსოლუტურად სულ მაგ პადლებში რაღაც ასე ვთქვათ, ცუდი. რომ თქვათ ასე რბილად ცუდი რამე მოთავსდება. ჟიტენიკო. შენ ისე ხომ არ იცი და შენაც პროცენტით გეცვლინება და რა მოთავსდება ამ პატლის შიგნით? რა გინდათ კიდე ამ საწყალი სოფლისაგან? так, საბა, წადი აქედან. ეს მართლა უკვე შენი საქმე არ არის და თუ მოხვალ ამ სოფლიდან მართლა არ ვიცი რას გიზავ. ჟიტენიკო, მოიცადე და რას იმაში წესითა და რიგით სოფელში ჩვენ ყველა ვართ მეგობრები, კაცო. მეგობრებო, თქვენ შეგიძლიათ ეს დაადასტუროთ, რომ სოფელში ყველა ჩვენ ვართ მეგობრები. აბსოლუტურად ყველა ჟიტენიკთან მეგობრობ და რა საიდუმლოები უნდა იყოს ამ ჟიტენიკებისაგან? აი, ჟიტენიკო, უბრალოდ ამიხსენი. საბა, ვერ აგიხსნი მართლა, ეს თუ გინდა მერთან მიდი, აი მე შესაძლებელია აგეხსნით, მაგრამ ფაქტი არ არის რასაკურველია. მოგეთ მე უბრალოდ გთხოვ, რომ არ შემოხვიდე ამ პადვალში. საიდუმლო არის, კი, მაგრამ მალე გაიგებ რა საიდუმლოც არის, აუცილებლად.
მართლა მე ჟიტენიკო ვერაფერი ვერ გავიგე, მაგრამ მოით მართლა მეგობრებო, მერთან მივიდეთ, მე უფრო მე მგონი სიტყვიერი ადამიანია, ასე რომ ვთქვათ. მე როგორც სულ თავის სამუშაო ადგილზეა, მე მოკეთ იქ რაღაც ბუჩქნარებია იქ როგორც მე მგონი შენ 100%-ით ისი. და რა მოთავსდება იქ რა პადვალია, რაღაცას ნახავთ თუ უბრალოდ ჟიტენიკო თქვა შესაძლებელია მერიო გეტყვის ყველაფერსო. საბა, მე ამას ვერ გეტყვი, ვინაიდან ეს, ასე ვთქვათ, არის ხო ჟიტენიკებისათვის. მართლა, უბრალოდ გეუბნები და დაიჯერე, რომ მან არაფერი კარგი არ ინახება, მართლა გეუბნები. მალე შენ თვითონ დაინახავ, რასაც ჩვენ ვალავთ იქა. ეს არის სულ, არ ვიცი, 9 საათის ამბავი, მართლა, საბა, ვერ გეტყვი მართლა. მე რო და რატომ მე კაცო შეიძლება თქვათ რომ შენს შემდეგ მე ვარ ის ადამიანი რომელმაც ყველაფერი უნდა იცოდეს და რატომ კაი, так, საბა, წადი აქედან, მე ახლა მაქვს ძალიან ბევრი სამუშაო. მეგობრებო რაღაც ძალიან არ მომწონს რომ ეს ჟიტენიკი შეხედეთ მეგობრებო იქ რაღაც ჟიტენიკი კიდე დგას და რაღაცას მე მგონი იცავს თუ რაღაცას შვება მეგობრებო მე მართლა ეს ძალიან არ მომწონს დასაკვირველი ეს ჩემი საქმეა ჩემი აზრით ვინაიდან ამ სოფელში ყველაფერს მხოლოდ მე და მერი ვიგებთ პირველად так ჟიტენიკო წადი აქედან ჟიტენიკო так ჟიტენიკო აი რა გინდა მართლა აი ვერ ხვდები მართლა აი ჟიტენიკო აი ამიხსენი უბრალოდ აი რა გინდა ჩემი ფერმებისაგან თუ არ იცოდი საბა, მეც ვარ ფერმერი და მე შენ კი არ გეხმარები, არამედ ჩემს სამუშაოს ვაკეთებ. ეს შენ ხარ ეს მეორე ადგილოსანი ფერმერობაში და მე კიდე სულ ვიქნები და სულ ვარ და სულ ვიქნები ამ სოფელში და მე პირველი ფერმერობაში. რას ამბობ ჟიტენიკო, რას ამბობ ერთი? ვაიმე რას ამბობ ერთი აბა? წადი აქედან მიდი, ყველაფერი გავიგე. რომ ვერაფერი ვერ გავიგე. так მეგობრებო როგორ მაბიზღებს ეს ჟიტენიკები, რომლებსაც აი სულ გონიათ თავი რომ მაგრები არიან. ჟიტენიკო აი რა გინდა მართლა აი ვერ ვიგებ. აი რა გინდა მართლა. ვერ ვიგებ მართლა. მეგობრებო. так. აი თან აი მოდით აბა მეგობრებო აი უბრალოდ აი რომ კითხავ ჟიტენიკებს აი აკეთებენ თავის სამუშაოს ხო მაგრამ არაფერს თავის სამუშაოს არც კი აკეთებენ ყველა ჟიტენიკს ისეთ რიგით უნდა ჰქონდეს თავისი სამუშაოები აი მაპატია ჟიტენიკო რო ასე გარტყა უბრალოდ შენ თვითონ ასე ისეთ გები რომ გარტყა მაგას მეგობრებო მოდით ეს ბოლო ფერმა შევასრულოთ და ეს ჟიტენიკი არ აუ მეთქი მეგობრებო წავიდა რა მაგიტომ ერთი რამოდენიმე გავშლი მაგრამ ისევ დაბრუნდა რომ ისევ ნერვები ამიშალოს მოგეთ მეგობრებო ამისი უკვე ძალა აღარ მაქვს მაგიტომ მოდით მეგობრებო ეს ბოლო ფერმა გავაკეთოთ აი ჩემს მაგივად გააკეთებს აი ამ ბოლო ფერმას ჩვენ კიდე მეგობრებო მოდით წავიდეთ დავისვენოთ ანდა მეგობრებო მე ძალიან მაინტერესებს რა არის განლაგებული აქა ძალიან მეგობრებო მაინტერესებს მოგეთ მეგობრებო რამოდენიმე წუთი მეგობრებო მოგეთ კამერას გავთიშავ კაი და დაგიბრუნდებით თქვენ რამოდენიმე წამში ბუკვალურად თქვენთვის გავა რამოდენიმე წამის სულ მოგეთ მეგობრებო დაგიბრუნდით მე მოგეთ სანამ კამერა გავთიშე გავიმზადე ასეთი რესურსები ასე რომ ვთქვათ გავიმზადე ხმალი გავიმზადე პური და გავიმზადე სტეიკები იმისათვის აი უკვე დაღამდა თანაც და იმისათვის მეგობრებო რომ ნაინც ნახო რა არის განლაგებული აი აქ აი ამ ბუჩქნარებში მაგიტომ მეგობრებო უნდა წავიდეთ ჟიტენიკი აქ მეგობრებო რა ვქნა ეს მეგობრებო აქ რაღაც ჟიტენიკი დგას და აქ მეგობრებო თხილად რა ვქნა მეგობრებო ერთს მეგობრებო ახლავე დაგიბრუნდებით მოგეთ მეგობრებო მე აქ შემოვიდი ისევ სახლში და ვყარაულობდი და ეს ჟიტენიკი სადღაც მეგობრებო წავიდა ძალიან უცნაური ჟიტენიკია
დაგთამასთანა მეგობრებო სახში არიან, მაგრამ მეგობრებო ვერაფერს მეგონი ვერ არ ხედავენ. მოით მეგობრებო შევიდეთ. დავუკეთოთ აუცილებლად, რომ არავინ არ დაინახოს. ხმალი უნდა გავიმზადო აუცილებლად. თხილად. აქ რაღაც კარიბია. მეგობრებო, როგორ ნერვიულობ, ვერც კი წარმოიდგენთ. 3, 2, 1, წავიდით. აბა მინა აქ. ჟიტენიკები. 1 2 ჟიტენიკი. ჟიტენიკობო. რა მოგივიდათ აქ რა ხდება საერთოდ აქ რა ხდება რატო ხართ თითქოს ციხეში ეს რა არის საერთოდ რა ხდება აქ საბა გთხოვ გაგვათავისუფლე ჩვენ უბრალო ჟიტენიკები ვართ და უბრალოდ ჩაგვსვეს ამ ციხეში ამ დებილმა ჟიტენიკებმა ჩაგვსვეს მერმა კიდე ხელი მოაწერა ამას რომ ჩაგვსვას გთხოვ გაგვათავისუფლე ვაი მე ჟიტენიკებო საწოლებო ეს ახლავე მოვალ ჟიტენიკებო დაიცადეთ ეცოც ჯერ მერთან აბა მივალ და ყველაფერს ვეტყვი გამოთქვა რაც კი მინდოდა არა საბა არა ახლავე ჟიტენიკებო მოვალ მალე მეგობრებო აი სმერია არა და მეგობრებო რამდენი წელია მერთან ერთად მეგობრებო ცხოვრობ ვერც კი წარმოიდგენ მოსმერია აი ყველაფერს გამოვთქვა აბსოლუტურად მის შესახებ მერო აი ახლა მითხარი რა საქმეებია ახლა მოკლედ კი არ დავიცავი ეს რაც მითხარი შენ და გავგიშდი უბრალოდ შენ ნორმალური ხარ საერთოდ მე რო უბრალოდ აი ამიხსენი რატო ჩასვი ეს ორი საწყალი ჟიტენიკი ამ ციხეში თან ასეთ ცულ იმეებში თან ასეთ ცულ ციხეში რა გინდა შენ რომ მოკლა ეს ჟიტენიკები მე თუ რამეა დავიცავ ამ ჟიტენიკებს მთლიანი ჩემი სხეულით აი მართლა გეუბნები არ მოგცემ საშუალებას იმისათვის რომ რამე მაინც გავუკეთო ამ ჟიტენიკებს საბა არ მინდოდა რომ შენ გეცოდინებოდა, იმიტომ ვიცოდი რომ ასეთი რეაქცია გექნებოდა. მოკლედ, ეს ჟიტენიკები არიან ნამდვილი ქურდები. გესმის ეს სიტყვა? საბა ქურდები არიან. მოკლედ, მათ უნდათ მოპარვა 32 ბლოქი სუმრუდის. და სხვა სოფლებიდანაც აი უბრალოდ ნახე აი მარცხნივ შენ გამარცხნივ და არის 5 ხო რასაც აღაუყურებ და ნახე რამდენი მოიპოვეს და იქ 32 ბლოქი რაც აწყვე ის არის ჩვენი სუმრუდები მე რო თუ მართლა მეუბნები ერთს უნდა ვნახო იოი ეს რა არის მოიცე მე რო ეს ყველაფერი ჩვენი სოფლიდანაა არა საბა ხო გეუბნები 3 სოფელი გაძარცვეს და ჩვენი სოფლიდან 32 ბლოქი სუმრუდი რომელიც აქ აწყვია უნდათ მოპარვა გაგიჟებული ვარ მეგობრებო არა და მეგობრებო აი წარმოგიდგენთ ახლა რომ ეგრევე გამენთავისუფლა კაი მე რო დიდ ბოდიშს გიხდი რომ ასე შემოვარდი შენთან და ასე იმას კაი დიდ ბოდიშს გიხდი წავალ აქედან აუცილებლად დიდ ბოდიშს გიხდი მეგობრებო ძალიან მწვენია ახლა მერთან ერთს მეგობრებო ერთი რამ მაინტერესებს მერო ერთი რამ მაინტერესებს და ეს ჟიტენიკები სულ მანდ იქნებიან არა კაცა საბა ხო გეუბნები რომ ხვალ ადრე დილას მოვა პოლიცია ისე გამოვიდა რომ ეს ჟიტენიკები 3 თვეა კიდე ციხეში იყვნენ მაგრამ გაიხსნა ციხედან და ძარცვავდნენ აბსოლუტურად ყველა სოფელს და ჩვენი სოფელი იყო ერთ-ერთი მათი გეგმა დღეს დილას სადღაც დილის 6 საათისაკენ შეგიძლია ნახო მოვა პოლიცია და ჩვენ ჩავაბარებთ ამ ჟიტენიკებს პოლიციას მე რომ მაშინ გასაგებია კიდე ერთხელ გიხდი დიდ ბოდიშს ამისათვის ასეთი რამ აღარ გამეორდება მართლა მეგობრებო ძალიან მწვენია მერთან აი მეგობრებო რა გავიგეთ რა საიდუმლო იყო ამ ორ ასე ვთქვათ პადვალში ჩვენს სოფელში ახლა კი მეგობრებო დაგემშვიდობებით და მე კი დაველოდები დილის 6 საათს ახლა კი მეგობრებო დაგემშვიდობებით თუ მოგიწევთ ეს ვიდეო და ლაიქეთ ნახვამდის